გამარჯობა. შენ უყურებ ზმაკაც და ვიდეოს სათავიდან გამომდინარე ალბათ იფიქრე რომ სხვა Mercedes-ის ძრავი მოკვდა, ხო? ანუ თუ მაგის გზნობით ხარ ახლა აქ მოსული რომ სხვა Mercedes-ის ძრავის სიკვდილის ნახვა გინდოდა. მაინც დარჩი უყურე, რაიც იქნებ რამე კარგს ვაკეთებთ. მაგრამ აქვე გეტყვით რომ ჩემი Mazda-ის 5.5 AMG მოკვდა და ეს ვიდეო შეეხება კიდევ ერთხელ Mazda-ის გასოცხლებას, არ ვიცი, ანუ Mazda-ს ალბათ სულ ვაცოცხლებ. თელ ცხოვრება Mazda-ს ვაცოცხლებთ და არ დავდივართ ოღონდ ამაგან, ვაცოცხლებთ, ვაყენებთ და არ ვიცი, ამის მერე ალბათ ვივლი, იმიტომ რომ ვიდეოს ბოლოს გაიგებთ რატომ გავაკეთეთ დღეს ეს ყველაფერი და ამ ვიდეოში რატომ ნახავთ ამ ყველაფერს. თუ არხს ხშირად უყურებ, აუცილებლად გამოიწერე, იმიტომ რომ აქამდე ძალიან დიდი ხანია, საერთოდ არ მიხსენებია არხის გამოწერა და მაგის გამო ესე დგავართ და მიღოღავს რა, რომ აღარ ვითარდება, არაფერი არ ხდება. ამ დროს რომ უყურებ სტატისტიკას, საკმაოდ ბევრი ადამიანი ისე უყურებს არხს, რომ გამოწერილი არ აქვს. ეს გამოწერა ჩვენ ძალიან გვეხმარება და ამიტომ არ დაგეზაროს თუ შეგიძლია რომ გამოიწერე, თუ გაინტერესებს რა თქმა უნდა და უყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ არ უყურებ, საერთოდ არ გამოიწერო, არ არის აუცილებელი. ვიდეო მოიწონე, ეხლა კი ჩაუჯექით და დავიწყეთ ჩვენი Mazda-ს შემოგორების ცერემონიალი. როგორც მოკლედ ჩვენ ვიტყოდით, მოკლედ. Mazda-ს გასოცხლების დრო დადგა. და რატო ვაცოცხლებთ? იმიტომ რომ დაახლოებით 5 წლის წინ ერთმა გენიოსმა, რომელიც ვარკას სწავლობდა, ზეთის ტუმბოს შკივი არ დაადუღა წესიურად. თანაჩეს ვიდეოს განმავლობაში გაიგებთ, რა გამოიწვია იმან, რომ ვიღაცამ ვარკა წესიურად არ იცოდა, როცა რაღაცას აკეთებდა. ეგ ვიღაცა ვინ არის, მაგასაც გაგეგებინებთ აუცილებლად. ამუსთან შკი ამჟდარ ვარ. გადადის ეგრევე ნეიტრალში და დაგორავს კარგად? აი, იუბა butterfly მაიცადე ძმაო. ხოსი გრაჩასტენზე. არა მე ამას. ჩაფობს ხენი. აიცადე გავიჭედე შეჩება. აიცადე. ადე კიდე გააგორეთ, ის გავგორებელი არა ვარ. როგორც მოგესალმებათ, Lion Trans არის ჩვენი არხის პარტნიორი და ასევე Lion Trans არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოაუქციონის EIA-ის პარტნიორი საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში და ამ პარტნიორობის ფარგლებში Lion Trans აქვს ამ ეტაპზე აქცია ახალი დილერებისთვის, რაც გულისხმობს 100 დღიან აქციას. 100 დღიან აქციაში იგულისხმება ესეთი რამ, რომ ახალი დილერი, რომელიც რეგისტრირდება, მას ეძლევა 100 უფასო კარფაქსი, $100 ფასდაკლება ავტომობილის ტრანსპორტირებაზე და 100 დღის განმავლობაში 60%-იანი თანადაფინანსება Lion-ისგან შეძენილ ავტომობილებზე. სრული ინფორმაცია ამ აქციის შესახებაც შეგიძლიათ ნახოთ ან Lion Trans-ის ვებგვერდზე, ან პირდაპირ დაარეკოთ მითითებულ ნომერზე. დანარჩენზე ყველაფერზე თავად გაგცემენ პასუხს. შენი წინ ამ ძრავს ვერ ჩამოვიღებთ? გალოკები. ძრავი უნდა ამოვიღოთ. აი. შუა butterfly. მიდი, ეხა ბერს ნუ ლაპარაკობ, მიდი კაცო. ტორმოზი რას ქვია არ გვაქვს? ვარდება? რუში ჩაწია აბა? საწავიდა ტორმოზი კაცო. რამე შლანგი შეჭამა თაგუმა თუ რა ხდება? რა სტრანნი ხმებია. მოდი, ოდრა ამოზადნი აბა. მოდესადნი როგორ ხო? BMW-ს ავ. აი გააჩერე. ძალიან მიხარი. ვიხლობში აფეთქებს, რატო არ ვიციო? გარეთ ისვრის რა, ანუ წვის კამერის გარეთ აფეთქებს. რატო არ ვიცი? ალა პუგაჩოვას კონცერტია. შემდეგზე ბოლზე ამ მანქანით შევამოწოთ ხოლმე სხვა მანქანები. რა кайხმა.
დაიცადე ერთი წამი. მოდი. ალბათ კაია. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ალბათ კაია. ჩააქრე დავიხშეთ. ბოლიდგა. ჩემი კაი ვინა. ალა პუგაჩოვის კონცერტი გააძრო. გაიტანს დაიცადე ცოტა ხანი გაიტანს. სამა იყავი არ ჩამოხვიდეს. როგორ თაში ამბავი, როგორ? ისლია. კაი, ეხლა რამდენიმე კითხვა გვაქვს ჩვენ. და ბევრი სამუშაო. ბიჭო ისე ტრავერს ხო წევთ ამაზე მე. არ ვწევთ არ. არა მაგ რა მაგდენი კონსტრუქციული ცვლილების ნერვი ეხლა რაღაც არ მაქვს. მატორი ამოვიღეთ, გავაკეთეთ, ჩავდეთ. რა? რას? რამდენში მოკიდი ამას? რავი. მაგ პასუხისთვის არ ხარ მზად. ძრავი გავაკეთოთ და ხიდი წაიღეთ მო. ეს ხალია თუ მე კაი, კარჩი ამოვიღეთ მატორი. ანუ ამოვიღეთ რა ჯერ კაროკა უნდა ჩავახსნათ მაგისთვის. ხო და ეგ არის რა. როგორც ნახეთ, შემოვიყვანეთ ჩვენი ბოლის გენერატორი ბოქსში და დავიწყეთ ძრავის ამოღება. მიდი ამოიღე პაპო, მიდი. მოიცა ეს რა შლანგია? ესეც ჩავხსნათ. მაიცა უკან რაღაცა ხდება. ცოტა ტალი გააგორე, აბა. ვირა, შეჩემო, რას გვერანაირად. ცოტა თქო, მან რა ხდება? რა იჭერს, რა უშვებს. ის პრაოდ გამოათრიე იმის რა ქვია ლამდების. ეგეც თავისუფალია, всё, ეხლა ყველაფერი თავისუფალია. ან არაფერი არა, ერთადერთი კოლექტორი იმაშობა რა იდება კუზავს, მეტი არა უშავს. ან ცოტა გავაქანავით. შლანგი ხო არ ჩავხსნა პარ. ეს შლანგი, ბიჭო, არ არის აუცილებელი ეხლა მაგის შეხსნა. მედი ამოწი. თან წინ უნდა გავიდეს ნელ-ნელა. აი. არა, რადიატორი არ დაჭირდება, მაცადე ხ ცოტა უკან გადავხრი. ეს შლანგი ადვილი მოსახსნელია აქედან, ქვევიდან აქ. ქვევიდან აქ პროსტა. ხო, ეს შეგიძლია ჩახსნა. ხო, მაგრამ აგერ აქ რაღაცები გადამული. არა, გადამული არა, აქ ეს გამომძვრალია პროსტა, მაგრამ შეიძლება დამაგრებული მქონდეს. აი, ბაცალე. მიდი, ჰა. მიშო, გადი. მიშო კადრში ხარ. კადრში არ არის, მაგრამ მიშლის, მაწვება, გადი. მიშლის ხელს ბიჭო. მე მგონი შლანგი ისე რა, ხამოთი პროსტა გახმონდა. პროსტა რა თქო გაუკეთე. გადი. იყო საშუალება? ხო, პროსტა უკეთია, კი. ჯიგარია, გვატყუეს. კაი, აქედან მოუშვი, ნუ მელაპარაკები. საერთოდ არ მინდა შენი ხმის გაგონება. სა წავიდა. მე რა ვიცი, ეგ დადი აღარ არის. ნახევრად ამოღებულ მოტორზე არ დავტოვეთ შლანგი. მიშო, გინდა შევიკავე. ისი ბატორი იყო, ჩემი ბატორი იყო, როგორი მასარო იყო, მიბულდა რომ კაჩები და პუზავარ წამოყვა. აქ მასახო ჩახსენით. შემოსაჩოხს მე. სადა აქ ვაფშე მასა? ხოდა შეიძლება წამოიყვა პუზავარ. მასა ეგრომებია. გო აქრო? ვაფშე არა გა. არაფერი არ იყო ქვევით. ასიძახი მოტორზე მასა არა გვაქვს ბიჭო. არც კაროკასთან არა გვაქვს. სიძახი. მაგრამ უშაობდე. ოხერი ელექტრიკის აწყობილია. სვარში კიდე ეხლა მივხვდი რომ მაქარაზე მასა არა მაგ გაკეთებული. წადი ბიჭო, გადი იქ. მინდა საუბნე იყო, მაშინ მასები არ. აი, აგი მასა. არის მასა? გამიკეთებია? იყო, დაწყებული. ეგ იჭერდა? მაიცადე, ეხა გავიჭედებით. მაიცადე, დავფიქრდეთ. მიშო, რა საკეთე? აუ, მე უფრო მაგარს გეტყვით, ნო. მაიცადე, გაჩერდი. პაპო, გაჩერდი. აწიეთ ერთად ზრავი ცოტა იქით. რა მეკრეშიში? აქეთ რავი თავისუფალია, აქ არაფერი არ ხდება. აქ უკვე მახავიკით ვედებით იმას, რა ქვია. მოდი ისე უკან გადავხაროთ, კაცო, რადიატორს ხო ავწდით. ვერაცი ყელზე არ გააფუჭე. აუც. აწიე, ბაბა, რას მიყურე, მიდი. ამას დისკუზაო, ჩვენ ერთხელ უკვე გვაქვს აწეული. მოტორი გნაელი. ცოტა შოქშიც კი ვარ.
და ეს გავახარულა ბაბუში ხარო. კაი, всё, გაწიეთ ეგ ტალი სადღაცებთ, გაიყვანე. გაუშვ პაპო, აღარ უნდა მან თანცაო. მართლა გაუშვი, აღარ უნდა. ამერ მოვიდეს, აი ვეღარ დაიწყო. მასა მომეცომა მე. სად იყო მასა? ბატონები მეხება. ანუ მასა გამიკეთებია, ხო? ეგ ნივის არის. ბატონები ხوار გიგას. აღარ არის. ბიჭო, ნახე, არც ერთს არ გაზდიოდა აქეთა მხარეს, არა და აქედან მესმოდა ყველაზე მეტად ციკციკის ხმა. ხო და ვიხლოპი არ იყო ესე იგი. იმიტომ რომ თვითონ კოლექტორიც სუ ის არის, რა ქვია. ამასაც არსადნადენი არა აქ არაფერი, უყურე, აბა პრაგრატკებს. ფაქტი არის ფაქტი. რომ არც პრაგრატკიდან გაზდიოდა. არც ვიბენდიდან არ გამოდიოდა არაფერი. და ესეც შემდეგი. ამას რამე გამოეტანა? თან აქეთა მხრიდან მესმოდა. კარჩე. ჰიდრიკები, ანუ ზეთის დაბრედილია რა. უზეთობის დაბრედილია და ეგ ციკციკი მესმოდა კაკრას. ხო, არა, ზეთს რო აცხადი ჩუნდებოდა. აი, აშვი. დგავართ. ჩემი აზრით სანამატორს ჩადეთ რადიატორი ბახსენიცოს. გენიოსი ხარ, რადიატორი მაინც მოსახსრელი გქონდა, კონდიციონერის რადიატორი უნდა ჩავაბატო. კონდიციონერს საკეთე? აჰა. არა, ეხა ზაფხულში იმითვლი რა ქვია, უკონდიციონერო მანქანით. ჩვენ ვითომ სახში უნდა წავსულიყავით და ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ დღეს ამ მანქანის დაშლა. ამ მანქანის კი არა, ამ ძრავის ბოლომდე დაშლა. ხო და ეხლა ჩავისმე მე თათმანებს. მეორე კოლექტორი რომ მოხსენი, პრაგრატკები ყველა სუფთა იყო გამშვებზე. ანუ გამშვებს არსად არაფერი არ გასდის, რაც ძალიან მახარებს. ბენზინის სუნი აქვს ის კამერიდან მოხდრილი ბენზინის. აქ რა უნდა? ზეთში. რა უნდა ზეთში? ცილინდრი. ჩახაზული. მართალია. მიგაქსადა. ხო, კარგად არის აქეთ მხარეს დაწიფებული ეს დედა მაინც გაზდიოდა თან. აქ რა ხდება? ყველაფერი არ ხდება მელკის ტროშკის გარდა. და საოცრად თლიანი ხვიდა საფენი მოდის და გასდის. ჩვენ აუცილებლად მივხვდებით თქვენ სად გაიარეთ. კოსტოვე. ზეთის ყვალი ერთგვარი მანიშნებელია. ინერტ. გემეტიკი გემოვნებით არის. თუმცა მინდა გითხრათ რომ ხარისხიანად არის. ზოლი არსად არ წყდება. მუდმივი და სტაბილური ზოლი. სტაბილური. თუ შეიძლება ეს გამომართოს. ამ ხარ გიორგი. და E12 მომზადეთ გრძელი დამახსენებელი. და პოტრაბი. აი ხომ ახლა რა შეიძლება. აბა მანახე. მოჭრილი მანახე. ამას აიტანს. მანახია იმასვე. ეს საკაიფო. აუ. დაუჭირით ხელი. ბიჭო, რატო ვერ ისვა? ეს ვეთქვი რა. კაიცი. ეს კაი. ესეც. არა, ეს კაი. ეს ვერ კაი. ეს კაი. ისარ მარცხა. იყო დამოკლდა შემდგას. ეს ჩუაში დიდოოთ. ასე კაცი და კაცი. როგორ შეკვიდრი მისიკ. როგორ არის? ეს აი, მოჩიტეს
რა ქვია? ესე იგი. გუშინდელი დღის გაგრძელება, ხვდით თავაკებს, გალოკებს, მაგისგან არაფერი აღარ გამოვა. სავარაუდოდ გალოკებიც გადასაყრელია. ხო და ეხლა დავდექით რთული სიტუაციის წინაშე. როგორც დავადგინე, უზეთოდ სიარული აფუჭებს ნებისმიერ ძრავს. აქამდე არ ვიცოდი და აი ეხლა გავიგე. მოკლედ, უზეთოდ სიარულით ნებისმიერ ძრავი შეიძლება გაფუჭდეს, ეგენ დასკვნამდე მივედი. ზედა მხარეს იდეაში ყველაფერი კარგად მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ არ აღმოჩნდა. რასპედლებია დახაზული და გალოკის შეიკები, სადაც რასპედლები ზის. შესაბამისად, როგორც მინიმუმ ზეთის წნევას კარგავს მაკედან, როგორც მინიმუმ. ხო და რა უნდა გავაკეთო? აი ეხლა მაგას ვერ ხვდები. იმიტომ რომ ამის რასპრედლები არის შოვება. მე შეგვიძლია პროფესორულ ოპერატივი და სახის გავწევდი. ეს რა ქვია? ია. ია და გუთენთაგი არ უნდა ეხლა ამას. მოხსენ. მაცალე თვითონ ხო შეიძლება რა? არა. რა ხდება აბა? სხვა ცილინდრებშიც ხო? შესაბამისად, არც ხო პორშინები არ გვექნება. არა, ეს როგორ არა, დაწყებულია. აბა გაუსვით როგორ არა. აბა გაუსვით. ხო, ამის აწყობა იდეა ერთხელ წავიდა უარყოფითი მოვლენებისკენ. იმიტომ რომ პორშინებიც არ გაქვს შენთან არ მოგწია. ერთი ცალი მქონდა რომელიღაც იქითა მეგონი მოხსნელი. იმენ ფრჩხილე კი არა შკურკაა ჩეულობს. აუ უზეთობის დედა რა. როგორ დაბრიდა. ამას უყურე ბიჭო, სულ ჩახაზულია. 8 პორშინი გვინდა. ერთი კი არა, 8 პორშინის. რა ჩავიხედეთ, ჩეჩემ არ იყო ის ამ დღეში. შეიძლება ვერ დავინახეთ. რავი, შეიძლება არ ჩავხედეთ კარგად, რა ვიცი, პაპოე. ნუ არ მახსოვს როგორ ჩავხედეთ, მაგრამ ფაქტი არის, ფაქტი, რო არავის უკატავია მაგაზე მე ვარ ატვე ჩაიდა, რა გითხრა ეხლა მეტი. ბოლოდა ხოზე ჩაიხაზა. არ გამოურიცხავ. მოკტა. მოკტა გაშავდა. კი, თითი მომიხვდა, რა ვიცოდი რომ აი კაბუშერის დამტოვებდი რაღაც. მივორდა შეჩემ, ზავით ხურვაგეთს რა. ჩვენი 5 და 5 სავარაუდოდ გახდება 5 და 0. როგორც იქნა, დავშალეთ ძრავი და აი ძრავის დაშლის პროცესში თან რო უყურებდი ნაწილებს, ხვდებოდი რომ ყველაფერი მუქ და მუქ ფერებში მიდიოდა, ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა და საბოლოოდ მივიდა იმ წერტილამდე, სადაც უნდა მივსულიყო. მაგრამ კიდე ერთხელ ავხსნი რა მოხდა საერთოდ რა მოკლა ეს ძრავი, ანუ რატომ მოკლა. როცა ეს ძრავი ვიყიდე, მანქანის ჩასადებად იყო 5 და 5 AMG და 5 და 5 AMG-ს ზეთის ტუმბოს კბილანა აქვს განსხვავებული, ანუ AMG ზეთის ტუმბოს კბილანა უფრო პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი 5 და 0-ის და ჩვეულებრივი M13, M12 ძრავების. შესაბამისად, ანუ იგივე მუხლალი ლუის ბრუნზე აკეთებს გაცილებით მეტ ბრუნს ზეთის ტუმბო და შესაბამისად გაცილებით მეტ, არ შემიძლია ეს ქართულად ვერ არა. ტექნიკური სლენგით რომ ვამბობდი, აქამდე ვიტყოდი 50 და მოკვდი იმენა, ამოუწყდი. მოკლედ რა, ზეთის ნასოსზე კბილანა პატარა რო აყენია კალენვალი სტრიალზე იგივე ბრუნზე გაცილებით მეტ წნევას აკაჩავებს ზეთის ნასოსი და ამ გვაქვს ბევრად მეტი. შესაბამისად AMG-ზე გააკეთეს იმისთვის, რომ გაცილებით უკეთ შეპოხილიყო ძრავი. ეს მარტივ დაჟე ნახე ქართული სიტყვა შეპოხა გამოვიყენე, მასლენკა და რაღაცები არ მიტყვია. ჩემი ძრავი რაც იყო, რაც ვიყიდე წინა კარტერიანი და მიმჭირდებოდა უკანა კარტერიანი, იმიტომ რომ ჩემი მანქანაში კარტერი ფიზიკურად წინა არ ჩავიდოდა ტრავერსიდან გამომდინარე. ვიყიდე უკანა კარტერი ვიყიდე უკანა კარტერი ზეთის ნასოსის მაშინ და იმისთვის რომ კბილანა გადამეტანა და მოკლედ ზეთის ნასოსის ცეპიც შესაბამისად მოკლე აქვს შედარებით. ანუ ჩვეულებრივ ზეთის ნასოს ვერ დავაყენებდი იმ ცეპზე, ან ცეპი უნდა გამომეცვალა, ან ზეთის ნასოსზე კბილანა უნდა გადამეტანა. გადავწყვიტე რომ კბილანა გადამეტანა, იმიტომ რომ რადგან AMG ძრავი იყო ბარემ წესრიგად ისე შეეპოხა, როგორც უნდა შეეპოხა, ამოპრესე კბილანა ძველი ნასოსიდან, ამოპრესე კბილანა ახალი ნასოსიდან და ძველი ნასოსის კბილანა, პატარა კბილანა ჩავპრესე ახალ ნასოსზე. ნუ აღარ ჩავპრესე და ახალი ნათქვა, იმიტომ რომ ერთხელ რომ ამოპრესო, მე რაღაც შედარებით ლაღათარი. იმისთვის რომ არ მოწყვეტილიყო, ეგ ვიფიქრე ძალიან ლაღათარი თქო და კემპით დავარტყი 1-2 წერტილი. თუმცა როგორც ახლა მე დღეს უკვე ვიცი და როგორც მე პრაქტიკამაც აჩვენა, ეს 1-2 წერტილი არ იყო საკმარისი, არ აღმოჩნდა საკმარისი, ძრავი დავქოქე რაღაც პერიოდი ვიარე და რაღაც პერიოდის მერე რომელ მომენტში მოხდა არ ვიცი, მოწყდა ეს კბილანა იმ დაჭერილი წერტილიდან სადაც დადუღებული იყო და შესაბამისად ან კბილანა ტყუილად ატრიალებდა, მაგრამ ზეთის ტუმბოს არ ატრიალებდა, შესაბამისად ზეთი არ ამოქონდა ძრავს საერთოდ. რაღაც პერიოდი ვიარე ეგრე და
დაახლოებით. ჩემი მოგზაურებული ვარაუდით თქო რეალურად არ ვიცი როდის მოწყდა. ალბათ 30-40 კილომეტრი მინიმუმ გავიარე ეგრე და ნუ როცა უკვე ძალიან მოიმატა ძრავმა ხმა, მე მივხვდი რომ ძალიან ხმა ქონდა ძრავს. ეგრევე გამიელვა თავში საიდან იყო ზეთის უქონლობის პრობლემა. თან ეს ზეთის წრევის სენსორები არაქარხნული კი დავაყენე, მაგრამ არაფერს არ აჩვენებდა, იმიტომ რომ ჩინური ვიყიდე რა თქმა უნდა, იაფად და იაფად ნაყიდი aftermarket სენსორი, გინდ გიყიდია, გინდ არ გიყიდია. პროსტა ლამაზად ანათებს, მეტი არაფერს არ აკეთებს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ინფორმაცია მოაქვს 0. თვითონაც არის რას უყურებს. მოკლედ ზეთისნევა ვერ დავინახე, რაღაც პერიოდი უზეთოდ იბუშავა ძრავმა. მე ეს ჩამოვიღე კარტერი, კბილანა მოხსენი, კარგად დავადუღე, ავაწყე და მას მერე გავიდა 4 წელი. ეს მანქანა დადიოდა, მაგრამ ნუ აი ნელ-ნელა შიგადაშიგ ზეთის ჭამა დაიწყო. დაიწყო ზეთის ჭამა და ბოლოს ეხლა დაახლოებით 8 თვის წინ, ბოლოს როცა გავაჩერი ავტომობილი, მაშინ ისე დაიწყო ზეთის კლება, რომ ანუ საგრძნობი ზეთის კლება დაიწყო და პლუს გაბოლა. გაბოლა ჩავიხედეთ კამერი ცილინდრებში, აღმოაჩინეთ რომ მერვე ცილინდრი სრულიად ჩახაზულია. ამოვიღეთ ეს კამერა და მანქანა გავაჩერეთ თავის ადგილზე. რატომ გამოვიყვანეთ ეხლა და რატომ ვაკეთებთ? მაგას ვიდეოს ბოლოში გაიგებთ. მაგრამ შლით ამ ძრავს და ხედავ რომ ძრავის თავაკები, გალოკები აღარ ვარგა, ცილინდრები ვიცი რომ ჩახაზულია, კლადიშები აღარ ვარგა, პორშინები აღარ ვარგა, რასპედლები აღარ ვარგა, თან რასპედლები 5 და 5 AMG ატმოსი საკმაოდ ძვირი ღირს და თან არ იშოვება, ნუ თუ იშოვე 1000 ლარი პლუსით არის და თუ იშოვე ისი ძალიან გაგიმართლა რა. მაგრამ გადავწყვიტე რომ რადგან ეხლა სასწრაფოდ ჭირდება და მანქანის გაკეთება და თან დიდი ბიუჯეტიც არ მქონდა, მინიმალური ბიუჯეტით მომიგვარებინა ეს პრობლემა და გადავწყვიტე მეყიდა ძრავი პირდაპირ, ბევრი მაიმუნობის გარეშე, იმიტომ რომ ანუ ძრავი რომ არ მეყიდა, მაშინ უნდა დამეგილზა 8 ცილინდრი, გამომეცვალა 8 პორშინი, რა თქმა უნდა ყველა ახალი კოეცო, ყველა ახალი კლადიში, რა თქმა უნდა ახალი გალოკები, ახალი რასპედლები. მოკლედ ძრავი უნდა ამეწყო 0-დან და MA13-ისთვის ზედმეტად ძვირი დამჯდებოდა, მაგ შემთხვევაში 5 და 5 წყიდვა ჯობდა პირდაპირ, ვიდრე ეგ ძრავი ამეწყო. ანუ ძრავის აწყობას ყოველთვის ვემხრობი მაშინ, როცა ფინანსურადაც ლოგიკურია, რასაც აკეთებ. როცა ეხლა ძრავის აწყობა გიждდება 2500-3000 და ძრავი ღირს 1000 ცოტა რაღაცა ვერა ამან დალაგებული. თლათ ლოგიკა თორე. როცა ეხლა ძრავი 3000 გიждდება აწყობა და 2500 ღირს ძრავი, მან კიდე შეიძლება დაფიქრდე რომ აი მოდი მირჩევნი ავაწყო და ვიცოდი რაც არის და როცა ანუ ამ ხელა კოლოსალური სხვაობაა თანხებში მაშინ აზრი არის. მოკლედ გადაწყდა 5-დან 2 წიდვა და დავეშვით ელიავაზე. დადგა ის დროც როცა ქურთუკი ჩავიცვი. ელიავაზე მოვედი ყინვაში MA13-ის მოსაძებნა და იმედი მაქვს რომ ვიპოვეთ. ყოველ შემთხვევაში სურვილი ძალიან დიდი მაქვს. Mazda-ს რა უთხარი კი არა და Mercedes-ს თუ რომელს რა უთხარით პაპა? რომლის გამოგვიწევს ახლა ძრავიზებნა ჩვენ? Mercedes-ის თუ Mazda-ის? Mercedes-ის. ოკეი. არა, ვაფშე და უზეთობის. მაგრამ რას ვიზავთ? წამოჯერ იქით წავიდეთ აი ჩაყოლებაზე აქვთ ხოლმე ბევრი Mercedes-ები. მანდ მოვიკითხოთ ჩაყოლებას და მე როგორ ქვედა დაშილებისკენ გადავინაცვლოთ თუ აქ ვერ ვიპოვეთ ვერაფერი საინტერესო. გამარჯობა, შეგერგოთ. MA13 ხო არა გაქვთ 5-დან 0 გასაყიდი? გოლი. თუ გამარეობა ფასი. ფასი $1000. კარტერი წინა უკანა? წინა. უკანიანი არა გვაქვს. დუბაია? ოკეი, კაი, თუ ვერაფერი საინტერესო ვერ ნახე გამოგივლით. ძიასთან ფორმის შეყავდა. ძიასთან იმ ძრავში ყველა ვარიანტში უნდა ჩავიხედოთ. კაი, წამოჩავიდეთ ძიასთან მაშინ. და თუ რამეა მე ამობოდიალდეთ რა. MA13 5-დან 0 ხო არ გაქვთ გასაყიდი გოლი. კაი მდგომარეობაში და კაი ფასში. ეს საფე კამერა. აისალეს ეს კამერა. აბა. მომიარენი მაკეთი, ჩამოტანილი მაკეთი იაპონური მაკორი. ხო. გაზებს იგნორებს. და გალოკები შეუცვლად დაგვე. კაი გერცოლე. ბადლობა სხვისი დაშლილი ძრავი არ მინდა. ისე ზოგან რა კაია ვერ ვცნობენ ხოლმე. მაგრამ ვერთობი. რა ვერცნობენ, მაგრამ ვერთობი ხოლმე. იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს მეუბნებიან რომ კარგად ხალისო. 5-დან 0 ხო არა რომ გასაყიდი ძრავი. გამარჯობათ. ძია აქ არის? არა. ნიჩიო, თავად როგორ ხარ? გუშინ ვიღაცასთან მოიკითხა Mercedes-ის ძრავი ძიამ. დაურეკე და აქ 5-დან 0. არ ვიცი ვისთან იკითხა. რაღაც ლაქიანი ძრავი გვაქვს და შეხედეთ. უნდა შევხედოთ ერთი რა აქვთ. აბა ჩავხედოთ ერთი. როგორი ლაქა აქვს? Mazda-ში მიდევს 5 და 5 მედო და ამას უყურე აბა. აი რატო არ ტრიალებს? შეხედე რა ხდება. მაინცაც არ შევხედო რომ გითხრასად გააჩერო. მე კარგი. ცოტა კიდე კაი, იყოს ეგრე.
ეგ ნადები და ნაგავი ექნება ყველა ვარიანტში. აქეთაც გამოახედე აგვექვით. კაია. ეგ ცილინდრი კაია. ერთი ზოლი გვაქვს. ერთი ზოლი არა უშავს. ნუ არა უშავს რა, მაგრამ ბევრ ზოლს ჯობია. ეგეც ეგრეა? ნახოთ იქით ამხარე კიდე? თუ უკეთესი ძრავი ვეძებოთ. როგორც იცი. ხასი რა აქვს ვაჭი. ხო, ამას რამდენში გვაძლევთ? ამას. ან გოლად მინდა რა. ვაბინებს და იმპრესია მოხსნილია, ხო. იმას უნდა წაიღო, მოლაპარაკებული ვიყავით და მე ვეღარ შოვა ისე. ხო. 2200-ში. ლარში. იქით ამხარეც ნახევა, ბაკი. ნახოთ. მანდაც რაღაცა ოლი შევძლე მაჯლაჯუნა. ეს უკვე აღარ მომეწონა. ეს უკვე too much. ეს უკვე ნახაზია. ის ნახაზ უკა იყო და ეს უკვე ნახაზია. წავედი დავათვალე ერთ სხვა. ჩართე მაცადე დავაკავშირო. იგითო. მაცადე. გაუკეთე და დავიწყეთ. კაი გარეცხილი კი არის. ვიღაცა აშკარად კაი საწოს ასხავდა მანდ. აი ტრიტმენტი რატომ უნდა მანქანას? კაი მდგომარეობა აქვს. რა დაინახე ბაბა? ჩავიდეს ბარემ წესიურად. კი დავაწყო. ჩასულია რა გიქეცი. კაი ხო ჩასული. ჩაცი კამერა და დაათვალიერე კედლები. კაი, მეორე კედელი. აი ხა იმ ზოლს ხედავ, თუ ვერ დაინახე. აქეთ კედელზე რაც კონდა. აგი. კაი, ნადები არა უშოს და გადადი შემდეგ ცილინდრზე. ეგ ზოლსაც ავიტანთ. მაგაზე მეტი არ იყოს და მაგდენს გაუკაჩოთ. ჩემს ტრიტმენტი და ეშულება. კაი, წავედი ხა მოატრიალეთ ძრავი და იქით მხარე. ო, მაგრამ ნუ კაია რა. რაც კაია, კაია. ეს თუ ამის ფილტრია ძალიან კარგია. ის იქნება ზომი მოხსნიდა ამას. ეს კაი. იქ ისეთი შალი ჯობენ რომ საერთოდ არ გასაოცარები. ცოტა სტრუშკები აქვს, მაგრამ ისეთი ტვერი სტრუშკა აქვს. კლავიში ნამდვილად არ აგდია ფილტრში. ეს საუკეთესო ხარისხის პარმატონის ნივა. ყველგან მივა. თან არჩევენ რა 25-25. ეგ ფასი უნდა ღირდეს მანქანის ნაწილები ზოგადად რა. ხო, თავარი არ მოწყდეს რა, ჩემთან რადიო აწყდება ხოლმე. მოდაინტრის 15-ლიანი ისინი მაგრებიო. და მოწყდეს საშუალო. იმას უდენენ პასტავკაზე რაღაცეებს. ოკეი. ხარისხიანი ნივის პარმატონი. ჩვენ გვინდა ეხა პაჩევნიკები. მე მგონი. ეთყობა მიუასხი, რა იგე ხომ. იმის პაჩევნიკები არ გინდა, რა ქვია? მახავიკის და კარდნის? გვინდა ხო, აქაც არის. პაჩევნიკი მინდა 15-32-9-ზე. მიდი უფროსო შეგერგოს მოძებნე პაჩევნიკიც. ეს იაფიანი გინდა თუ კარგი? კარგი მინდა. უფროსო, ისეთი კაი რაღაცები გიყრია. შემთხვევით. ეს კაროვკაზე უკან რო ისა აქვს, რა ქვია, ზაგლუშკა. ხო. ხომა იცი? არა. კაროვკაზე აქვს უკან ამხარეს რა. მე მგონი ყველას ერთი ზომა ექნება ეგ ვაფშე. ამე ნიმუში ძველებში ვერ ნახავ. ნიმუში რა უნდა გამოვაზრო და გავზომო, მაგრამ ეს არის რა ქვია. ამე მაშინებს შეიძლება გავაზრობილი აქვს. ხო, ეგეც ლოგიკურია. ეგ პაჩევნიკი. 60-02 C3-ია. ენესკა, კი ბატონო, გამარჯობა. გაიხარე ამა წარმატებები, კარგად ზარდებოდეთ. აი მე დედა, ოღონდ ამას ეს აუდი გადააგდებინეთ და მეტი არ მინდა არაფერი ვაფშე. პაპუ, აუდი, პაპუ ნახე. ესე იგი ძრავი ვიყიდეთ, ცოტა ხანში თენგიზა ჩამოივლის, ჩაგდებიან, წაიღებიან. ძრავს წამოიღებს მოკლედ თენგო, პარმატორნები ვიყიდეთ, მახავიკის საკისარი ვიყიდეთ. კიდე რა გვინდა? კლაპნის სალნიკები გვინდა, ეხლა მივწეროთ კლაპნის სალნიკები და ძრავის კრეშკების პრაგლატკები. პაპო! ნაწილებს მოკლედ ეხლა მოვძებნი. ყველაფერს ავკრიფავ და მე ერთიანად დაგებრუნდებით განახებთ რავი. რა შევიძრეოდეთ ჩვენი შრომის შედეგი. თავის ზრავიან ყველაფერად ალბათ შემდეგი ჩართვა სავარაუდო წილკანში იქნება ჩემი მოგზაურებული ვარაუდით. წავედით. როგორც იქნა ძრავი შევიძინეთ, მოვიტანეთ და ეხლა სტენდზე დამაგრების გადაწყობის დროა რა აშკარად. მაგეთ ძრავიდან არ დაკაჩო. აყირავდები ეგრევე.
არ დაგაჩოთ, ხო ვიცი თუ ქაჩო? ერთი ორი ზეთი შეცვლაში იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს. ბიჭო, რა ხდება აქ? ნაცბეთ. ბიჭო, არა დაკრასკული რატოა? დაასერვის ის თუ რა აქვს გაკეთებული ვერ მივხვდი. ანუ ყველა დაკრასკულია თან. არ ვიცი. მაგრამ რავი. რაც არის ეგ არის. ერთი შეხედვით მაინც not bad. ვაცებიც რაღაც кайჭენს. ბაშმაკებს ფერი აქვს და შავი არ არის ბოლომდე. ვერ მივხვდი რა ხდება. რაღაცა შეიძლება მიასერვისა ვიღაცამ. კაი, ამ მოატრიალად დავხსენეთ კრიშკები და დავიწყოთ გაპლისანიკების შესვლა. აქ მე ყველაფერი მომწონს, რო არ დაგიბელოთ. ყველაფრით ყოფილი ვარ, ასაც აქ ხედა. მეორადი ძრავისგან ამაზე უკეთეს არაფერს ველოდი, ამიტომ. ბიჭო, პრაგმატკაცი ის არის, ბილია. შეცვლილია ეს პრაგმატკაცი. თანაშკარად პრაგმატკაზეზის და არა გერმეტიქს. აი, გაქვთ ოდნავ 9 წასმული, ნახე, და დაეჭირა. თან ნახე, ზედა კრიშკა ძალიან ჭუჭყიანია. ის ესეთი არ არის ნამდვილად. სხვა კრიშკა ყი, იმიტომ რომ ამ კრიშკის ძრავი ესეთი ვერ იქნება ფიზიკურად. ერთი ნაგარი არ კონდეს და კრიშკა ამ მდგომარეობაში იყოს. აი, всё, ეხლა რამენერად მოიტანე ჩვენი ინსტრუმენტი. ერთი კლაპა, ერთი, მაგრამ ცილინდრებს რანაირად დააყერე უგდარწერტილში. ხო? ხო? აი პრობლემაა ჰიუსტონ. ეგ სულ მოუწყდა. კლაპნისანიკების შეცვლის პროცესში რო ცილინდრი უნდა ამოწიოთ რამენერად. რო კლაპანი არ ჩაგვივარდეს. მაშინ მეთქები უნდა დავშალოთ. მეთქები რო დავშალოთ, მე ახლა უნდა გავასწოროთ. კარჩი ან მეთქები უნდა ავრიოთ, ან კლაპნისანიკებს ვერ შევცვლით. მეთქები მაშინ მე უნდა გავასწოროთ. იცი მეთქის გასწორება. ჩემი გასწორებულია იმ ძრავზე. ხო, როგორ გავასწორი არ მახსოვს. და ინსტრუმენტი არ მქონდათ არ ისე გავასწორე, ეგ უეჭველი ვიცი. კაი, ნახულობ მაშინ ახლა მეთქა როგორ სწორდება. კი ბატონო. მე ურევ, და მე ახლა ვასწორებ. ეს თემ რო უნდა იყოს. აქ შორბა ნახე და ვიცი. ნუ ვერჩუ. არა, ინსტრუმენტები გაკრესო ჩამოვიდეთ. სანიტების შესრულს. აი, გზება უნდა მირები, ვერზი ეწება, და მეც დასასრული. ძალიან მიხარ ინფორმირებული. მე კონკრეტნა ასია. ამასა ხო, დიალოგი. ამის შეცვლა. როგორ შეცვლა? სუხელი შეცვალეს, მაგრამ დაბესოს უდედი და არა ასე როგორ შეცვალა. რა ვქნათ? ხალე ცოდოთ ვიშოვოთ? რა თქმა უნდა. თუ ვიშოვოთ, ვიშოვოთ. თუ არ ვიშოვოთ, ავაწყეთ ესე. კონკრეტულად. ნუ ვაწყობ. თუ არა, თუ არ შევოლო. აი მეზარება შეჩემა რის გამოავაწყო? ლაპტოპი სამკევი შეცვლა. მაგას მირჩენია ბოლიანი მანქანებია. არ ჩაგის დროის. აი, ია. ესე იგი, ძრავი მოვათრიეთ, დავაყენეთ, არ ვიცი, ვიდეოში აქამდე იყო თუ არ იყო, ეგ ყველაფერი მთელი პროცესი. ეხლა მოვიდა დრო, რომ კლაპნისანიკები გამოუცაოთ, კარტერი და ნასოსი მოვიტანეთ, ძალიან დიდი მადლობა გაცვლისთვის თემოს. მოკლედ უკანა ჩვენ წინა კარტერიანი გქონდა და უკანა კარტერიანში გაგვიცვალეს, რაც გვჭირდებოდა ნასოსი ზეთის და ეხლა შევცვლით კლაპნისანიკებს, დავაფარებთ კარტერს, დავაყენებთ ნასოსს და ხვალ საღამოს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს რაღაცა დაიქოკება. რამდენად რეალურად გამოგივა ეგ გამოჩნდება. დავიწყეთ.
როგორც ნახეთ, მოვიდა ენძრავი, გამოცვალეთ სალინკები. ამ სალინკებზე კიდე რა თქმა უნდა ცალკე ინსტრუმენტი შევიძინე, იმიტომ რომ მე ხო ინსტრუმენტის შეძენის გარეშე არც ერთი პროექტი არ მიმდინარეობს ჩვენთან, ანუ თუ რაღაცას ვაკეთებთ, ახალი ინსტრუმენტს ყიდულობ, დავიღალე, კაივისო. აღარ ეტევა, ხო, ან მქვნი, ან ყიდულობ რა, აღარ ეტევა ფიზიკურად თაროებზე ეს ინსტრუმენტები. მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის, თუ რაღაც კეთება გინდა წესიურად, უნდა გააკეთო წესიურად. ან არ უნდა გააკეთო საერთოდ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ წესიურად ისე. კლაპნის სალინკები გამოიცვალა, დავაფარეთ კარტერები, წავუშვით გერმეტიკები, რა თქმა უნდა, დავაფარეთ კარტერები და აქვე კიდე ერთხელ ავხსნიო Mercedes-ის M113 ზრავი, ქარხმულად კარტერები გერმეტიკზე ჯდება და მე არ მომიგონია და რაღაცა არ არსებობს და იმიტოსო გერმეტიკზე და არა საკუთარი ინიციატივით, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ მანქანის გერმეტიკზე დასმა იმ ზრავის, რომელზეც გერმეტიკი არ გამოიყენება. ამ შემთხვევაში პირდაპირ ეგრე გამოიყენება და სხვა გზა არ არის. ავაწყეთ, გერმეტიკი წავუშვით, კარტერები დავაფარეთ და გადავიდეთ სხვა რაღაცების კეთებაზე, მაგალითად როგორც არის სამოხუჭე სისტემა. და სიგრძეში რამდენი მაქსიმუმ ამდენი, ხო? ორა უწესით საკმარი იქნება. წესით კი ბატონი. იმედია არ გაუშვებს. ჩაბერი. აჰა, ჩაბერი. არა, მე არ. აბა მე რა ჩავგულო? შენ მენუ გამოსუმაში ჩე. მაინც ეხლა მე რა კვერცხი მოვქენ. და უნდა ჩაიგო. არ მინდა ცუდად დავუმა. ხოკა კი ლოჯი. ისკმა აქვს, მაგრამ აქ რომ მოუღუნო მე როგორ ჩავ. სამოგეთ ეხლა გავიგეთ როგორ იჭდა. მოტეჭი მოხრომ შვენივრად. ნამდვილად თანაბრად იჭდა ყველა წერტილი. ო რა კარგად ამას შეხედე რა. ეს მოპრიალებული ადგილი რაც აქვს, ეგ არის ის რა ქვია, სადაც იჭდა და დამოჭიდების ზედაპირი. მოჭიდების ზედაპირი სოფია. შვენი ენა პერფექტო. მოპრიცირებული კლაპანებით აქვს ეს. არის თუ არა? არის. და იქ ცოტა ედება. ანუ სალონში რა უნდა დირკას. დირკას გახეხავს რა. ეს ახლა მოძრავი ნაწილი არ არის, ვერ უნდა გახსოვს. დრეზნა ჩამოვაწვა ჩეჩემა და იქ. ხო, ანუ გოფრა გავუკეთე. დაბლბოქსი ხო? ჰა? დაბლბოქსი ხო? Half-Life. რაღაცა ხალხი Half-Life 2. Half-Life 2 თამაშობ თვითონ. დახურული მაქვს 9 ჯერ. მართლა. ეგრე ხალხის არ მის. აუ მაგრამ მევასება ძალიან თესლი თამაში. ეგრე თამაშობ მე ცოტა. რას? ტრიფლერს. ბანდიკამით. ან გრანდიოზული იაკე. აი, მოდასინს ხოცობა ხოცობს. იაკე. ვერ ხვდები. სხვაგან. რა? მეგობრებო, ეხა ზამთარია, ზაფხული რო ყოა, ცოტა გაფართოვდება და ჩავა. არ არის პრობლემა. იჭირავს. დააგაჩავე. აუ, იქ ხელთან ხო გაზდის, რანაირად გამაგდება. ხელთან ჩიქში გაზდის. არ გაზდის. და შენ გას რატო აკაჩავებდი? გაზსაც აკაჩავე. ხო, TPM მოძრაობდა აშკარად. თუ TPS. აი, ამას ვერ გავიგეთ, რუშის არ მოაგვე. აი, გადმოდი. რუშის გავაკეთებ და მე გავაგზავნე. თქო, გარედან იმის დახმარება დამჭირდება, ეს ეგზექტივი. რაღაცა მიმოწოდო. ორი წელი ხუთი, 5 წელი. არ მოგიწვი. ჯანი. ო, DSG გადართო სიჩქარე? რა გინდა? რა. მე ამის დამშრელი არა ვარ მაგას თუ მეგობრებო. პრისოსკებზეა, დედა შპაკატასოსო. კაი. აქ ეხა საიდან გავჭი? საუშუქი დავჭა. დაიწყო უკვე. მიმაწოდე. ნუ მაგას სვლელი რა აქ რო გავუვიდეს. დრუკები შეჭა. და რომელს გაზდის ეხა მინდა გაიგე. ეს თვალით არც ის არაფერი არ ეტყობა.
ბაკიბუკ. უკან ერთი დისკი მოხსენი, უკანა მარცხენა და ზუზუკა გაუნთავისუფლე. შიტკოსი უნდა ჩამოვატანინოთ მაგამდე. სველია? ყველა ტრუბკა მშრალი. შენს საიდან რატო ამბობ რო გაზდის? ასხია შინ ჩეჩემ, ქვევით. დგას შიტკოსი. ბევრი? საკაიფო. შეიძლება ეს მოჭიმული იყო, დატოვებული და გავლენა ჩაკوپა არ გაასხა. ვინ უცხوارდე ეძრა სარნიკში. თორმოზი ჩაოლებრივია, რა უნდა? მაგრდება? ანუ არ მაგრდება, მაგრამ არა, რბილი. რა შეგვიძლია დააკაჩო? პაპო, ინფორმაცია მოგვაწოდე. აერები არ მოვა. ეხა მოშებული გაქვს? კი. ო, სითხე მოდის, მაგრამ აერები არ მოვა. პედალი გამიგო. ო, აი. გამოიღო? გამოიღო. საბა? მიდი დადექი, თუ დააკდა დაამატე. რაც ამოიღო, პაპო? აერები. ო, აგერამ ხელა ბუშტუკები მოვა. ეთქვა გაჭედილი იყო რაღაც სისტემაში. აი, აქაც მოვაწო. დაუჭირე ერთსამს, მოუჭირე? კი. დაეთქვა მას. გადადი მეორე მხარეს, ხო, რა ბარე ყოლა გავაკეთოთ რა. ძველი მოსველებული აქ და ახალი აღარ უნდა გქონდეს. ო, არა, ვერ გავი. შალია სული ტრუპა. ძალიან მიხარია. ის კი არის. ეგონი პრინცესა წავიღორ ეს. მათ მეგონი ერთი ბოდი ცერათები გაშვებული. ა? რაღაც ეგრე გასოს. ეს ბარი მოწვეთილი შპილკაზე? შეგოთა. რა არის მოწყდა? როგორც იქნა? ეს მაგ ერთი ცალია დაზიანებული? არა. ორი უკვე? კი. ხო, ესე იგი ცუდის გაიკარი გაშვებული მეორეში და მეორეც იმით დაზიანდა. ორი შპილკა უნდა შევცვალოთ. რა, კიდე? ო, კაი, მაშინ ახლა ერთი შპილკა გამოვაგდოთ. და ხვალე ეგეთებს ვყიდულობთ, რამდენიც გაფუჭებულია იმდეს, თავის გაიკებიან. შვები ისე. შვები და როგორც ყველა მერსედესი, ამასაც ვერ აღმოეჩნდა საამაყო რეზმები და ერთ წელი ჩაწყვეტილი დაკვრა რა, ამიტომ მიწევს სტანდარტული procedure. სტანდარტული საქმიანობის ჩატარება. პერგიტ. მოიჭი. მოწყდა. რა მოწყდა? ვოლტი. აუ, ეხლა მაგას აი მიდი ხო დანარჩენები დაუჭირე, ესეთი მოწოდი მომენტი რა დავიწყო. უბრახუნე ჟორა. სად არის ბედოვლოთ? აი პის. დაი. ზეთი მოდის კარტელიდან. რა არის? Houston, we have a problem. კარტელიდან ზეთი გასწეს. იმას ქვია ხა. დროზე რამე ჭურჭელს ჩამოვაცხეთ ზეთი და არა ხადავარ ჩემს. არა, მეზიზღი. არც მოტორი არა შეისაქმება რა აკეთე. მის თვალებს შემოსხავს.
მაზდის კეთების მე მგონი მეხუთე დღეა. აი კუკა კიდია და დღეს ძრავი უნდა ჩავდოთ. მეხუთე ან მეექვსე. არ ვიცი, არ დამითვლი. მაგდეს ვერ ვიტვლი ხოლმე მე უკვე ამ ბოლო დროს. ხო და როგორც აღმოაჩინეთ, ჩემი და გერმეტიკის ურთიერთობა ზედმეტად ტოქსიკური გახდა. ძირითადად მე უსმევ გერმეტიკს, გერმეტიკი არ შრება. და ვართ ესე შეხმატკივრებულად და ამ შემთხვევაშიც მაზდაზე გუშინ წინ უნდა ჩაგვედო ძრავი, არა იმის წინ დაჟე. თუ არა გუშინ წინ უნდა ჩაგვედო და აღმოაჩინეთ რომ გერმეტიკი არ გაშრა და ცოტა კარტერიდან გაუშვა. ამიტომ ახლიდან ავხადეთ კარტერი, წავუსით ახლიდან გერმეტიკი, ხო ანუ M117 ძრავის კარტერი ქარხმოთ გერმეტიკზე ჯდება, პრაგრატკა საერთოდ არ აქვს. და დავაცადეთ 2 დღე რომ გამშალიყო, ეხლა ვასხავთ ზეც ახლიდან, რომელიც უკან ჩამოვასხით, იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა და პაპო თან აკვირდება ქვევიდან ხო არ გასდის. იმედი არა ზედა კარტერის დაიჭეს. საწაის ზეთიერი ხელი ბჭა. მაგალითად, ბოლო რამდენიმე დღეა ტონჩუ აქტიურად გვეხმარება. რეალი უნდა იმაიზე. ენა, მაგის მუღამზეა და მაგის გამოარი რომ აკეთებს ხო ყველაფერს. ეს რაღაც ატრაბოთ კარგი გონოთ ამბაქაის ჩასხული ზეთია რომელიც უკან ჩამოცალი და ახლიდან ვასხავთ ეხა და იფილტრება ამ ფილტრით სპეციალურად ისხვევა რომ რამე მტვერი ზევიდანაც შეიძლება ჩაყრილიყო ის არ ჩაიყოლოს. აფლივი ზეთია. ეხა თავარია პურზე არ გადაისვა და არ ჭამო. ესე იგი რა გავაკეთეთ? თერმობინტი დავახვიეთ კოლექტორებს. ერთი იმიტომ რომ დავდიოდი ამბაქაით ფეხებში მეგონა რომ ეშმაკი მეთამაშებოდა ისე ცხელი იყო და მეორე იმიტომ რომ ცოტა კიდე ხმას მოგუდავს და ცოტა ისეთი ჩუმი ბასი წამოვა წესით და კანონით. მოკლედ თერმობინტი კარგი რამეა, არასაჭირო რამეა, მithmetes როცა სპორტული კოლექტორი გაქვს. კოლოფზე აი ეს უკანა ხუფი სულ თავიდან ეს მანქანა რო ავაწყე, მაშინ დავშალე ეს კოლოფი და ჭკუა ვასწავლე რა. ეს ხუფი იდეაში არის ქარხნულად ერთჯერად იზის აქვს და იმას რომ ამოპრესავ, იგივენაირი ახალი თუ არ ჩაპრესე, აქედან მე ზეთი გაზდის. ეს კოლოფი იმიტომ გამოიყურება ესე რომ იდეაში იქნეს უახალივით არის ეს კოლოფი დაშლილი მქონდა, იდეალურია, დატესტილია, მაგრამ ამ ხუფიდან გადმოდიოდა ზეთი. იმიტომ რომ ამ ხუფის ადგილზე ეს ხუფი ცალკე არ იყიდება კოდით და მეორადიც ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ამოპრესვისას ძირითადად ფუჭდება და შესაბამისად არ იშოვება. ქარხნული. წავედი გამოვჩარხე რაღაც ტეფლონისგან, გერმეტიკით ქონდა დასმული და სუზეთი გასდიოდა. ეხლა ეს დავსვით გერმეტიკით და რატომღაც ეჭვი მაქვს რომ ამასაც ზეთი გაუვა. მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებ რა რომ ეს ზაგლუშკა იმუშავებს და ზეთი არ გადმოვა აქედან. ამდენად გაამართლებს ეს ჩემი იმედები, ცოტა ხანში გამოჩნდება. მოკლედ ეგეც გაკეთებულია. დისკებზე შპილკები იყო დაწყვეტილი და უკანა მარჯვენას და ეგეც შევცვალე და გავაკეთეთ. ახალი მოტანილი შპილკების ნაწილიც გავახუჭე. მაგრამ საერთო ჯამში გაკეთდა. არა, სავალი ნაწილი ჩემი ძლიერი მხარე არ არის აშკარად და ვცდილობ ხოლმე რომ არ გავეკარო, მაგრამ ხანდახან გვიწევს და ეხლა აქ პაჩერნიკს ჩავსო. პაპუ რას დასკები, პაპუ? ხო არ გაუშვა? პროფესიონალის გაკეთებულია ეგ რანაირად გაუშვებს და. პროფესიონალები ცდებიან ხოლმე. მართალი ხარ კი. ნახევარი საათი კი არა და ნახევარი დღე ვიწვალეთ. იმიტომ რომ კოლექტორები შიგნით უნდა გავუკეთოთ ძრავი ნახევრად ჩადებული როცაა და არ არის ადვილი კოლექტორების გაკეთება. მოკლედ ძრავი დევს რა. ეგ გავუკეთე. ეხლა გიყვებით ისტორიას როგორ გადაიქცა ერთი ძრავის შეცვლა 7 დღიან პროცესად. ორჯერ გერმეტიკმა გაუშვა, თუ ერთხელ გაუშვა. ერთხელ გერმეტიკმა გაუშვა, მილიონი წრომანი გამოჩნდა, რომელიც პროცესში საერთოდ არ ველოდებოდით, რომ გზადაგზა საკეთებელი გვექნებოდა, მაგრამ გაგვიხდა. ხო და მოკლედ ეხლა ვართ ამ პროცესში. კოლოფის სამაგს ვაყენებთ, მერე გამონაბოლქ სისტემას მივაყენებთ უკვე მანქანაზე და გამონაბოლქვის მერე წრომანები რაც დარჩა იმებს დავამთავრებთ და всё, მაგით მორჩებით. უბრალოდ წავედი ისეთ აირლებში უნდა დავაყენო კამერა და გავაგზავნეთ მუშაობა, იმიტომ რომ აქ მე კამერით არ გამოვდგები, ხელი ჩავენ არ იქნება არაფერი. პირველი დაქოქვის დრო დგება. პირველი დაქოქვა ტონის დავაქოქინოთ. ვინ ჩასვა სიგნალი? მე რა ვიცი, აბა თუ გამოიცნობ, ეხა ვინ ჩასვავდა? ტონჩუ, აბა ეხა გააღე ზამოკი,
გაახალასტოვე? მანქანა ხალასტოიშია? ჩააგდე და ამოიღე სიჩქარიდან. ამოიღე. ხალასტოია, კი ბატონო. კნოპკა დარჩა ქვევით. კნოპკა დარჩა სავარაუდოდ ტროსი აქვს დაჭიმული და იმიტომ. ვიღაცა მატრიალა ქვევიდან იქ. დაკოქე. რა, ასე შეიძლება რა, ან თვალი მაქვს. ცოტას რო ბანცალებს? ეს ხო და ისე კაინვალი. ესა კარგად გადაუჭირე? რა, ეს კი. არ ხავში. გაუშვი. ზეცა მოიტან და მომტანი აქამდე. ფილტრს მოხსოვენ. ნახე თუ გინდა. დარწმუნებული ვარ მოიტანდა, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. რა კაი ადგილია, ხო ეგ საფილტრო შეგიძლია ჯაჭვით იმუშაო. ო, ზეთი არის, ჩადე. კაი, აბა სადე დაკოქო. გაუთი შესამოკი? მიდი. ეხლა აქცევთ. ჰაერში დაკოქე, პირველში ჩააგდე, დაძარი მანქანა არაფერს არ დააჭირო, იტრიალოს თავისთვის საბურავებმა. როცა დაგიზაღებ, ჩააქრე. კეთყვი როდის უნდა დაკოქო, პირველში ჩააგდო და გაუშვა. ხო, პირველში ჩააგდე, ცემლენია საუღე მერე. ხო, ცემლენია აიღე მერე. ანუ პირველში დაძარი და წადი რა. არც გაზიმბიცი არაფერი. ტონი, მიდი. ეხლა გავიგუდებ. გამოდი აქეთ, გამოდი, რატო უდგახარ? რაღაც ცილინდრი მაზავს რა. კაი, ავაწყეთ ეხლა დანარჩენი რაც გვაქვს დარჩენილი, ცოტა კარგი საუწერო ოდნავ შენიავდეს. იმიტომ რომ დახშობის პოტენციალი გვაქვს უზარმაზარი. თანმიმდევრულად ვიხლოპი ინტეიკი და მე დანარჩენი. თენგო შპრიცით ჩავასხათ თუ აპარატით? შპრიცით ეხლა აპარატი შემაერთებინე და შპრიცით მათ ხო ერთად მაგას ჩასასხმელია. შეკინაცო. დასოსო. ზეთი. ზეთი საიდან მოდის ეგჯერ საკითხავია, მაგრამ ეს რა ოკეი. კაცურე შეჩემო მიდი. ეგორი მოდის პაპა. აბა ჩავიდა იღლიაში? აბა გააჭრათ. ბიჭო, ყოფითო? ის შეჩემო მაგდენი არ დაქცეულა. იქნება პირში და მეკცა ეხა და მაგიტო გადმოდი. ცოტა გიქცა? აი აქ პირში.
მე არ ამგონი. ესეთი რავე თუ მენახოს. ლაიფჰაკი ზეთის ჩასხმის. საჯდები. დაჭი ჰა. გაგვყავს. გაგვყავს რომ გარეთ გავათხოვთ და იმას ვქრათ რა ქვია. ხელები სუფთა გააქვს? კი. წადი დაიბანე და ისე დაჯიქი. ბიჭო, მაინც იქციკებს ეს და გასროლით რატო ისვრის ეგ არის საინტერესო დიაგნოსტიკას და ხელებს დავიბან. დიაგნოსტიკას დავაერთებ. ბიჭო, იმენა გიდრიკების ხმა ისმის. მიზეზი? ო, მაგრამ წევა როგორც პასხალე და ისე. არა, ეხლა გასწორდა დალაგდა, მაგრამ. რა ვერ შეავსო აქამდე? თითქოს წყნარდება? კაი, ამით ვერ შევდივარ, წავედი ლეპტოპი და ის მინდა რა ქვია. რა დისკოლა უნდა არ ვიცი, მაგრამ ამითაც ვერ შევედი. შესაბამისად კომუნიკაციის პრობლემა მაქვს და არა დიაგნოსტიკის. ამიტომ მოვიტანე ხა ისევ დიაგნოსტიკას ლეპტოპი წვიმაში ვარ ვიქით. კი, თოლში. აბა ნახოთ თუ შევა. ერთი თავისუფალი დღე რომ ეკრება იმის ობობის ქსელი უნდა დავალაგო რა. იქიდან ცდილობს ახლა ინფორმაციის სწავლებას და ვერაფერი ვერ მოაქვს. აი ხა რაღაცა წამოიღო, რაღაცა უპასუხა მანქანამ, ანუ კითხა უპასუხა და მე მგონი არ პასუხობს არაფერს, ხო? მაშინ რო შევა დაგიბულდები. ხო, რა დავიღალე. მოკლედ, რაღაცა მას დაავაწყეთ, ჯერჯერობით დადის. უბრალოდ ბოქსიდან გამოვიდა, გამოგორდა. იმიტომ რომ ზათში აღარ ვარდება, იმიტომ რომ ვიღაცამ რიჩაგზე პროსი მოწყვიტა. არ ვიცი ეგ ვინ იყო, მაგრამ მოწყვიტა. ხო და ჯერჯერობით რავი, ესეთია დადის. ამდენი წვალების მერე სწორად მაინც თუ წავა, ან წინ მაინც თუ წავა, ეგეც კარგი. ისე ხო არ გვეცადა. აქ მოვგორდე. ვიდეო დაიწყო, ბოლით და მთავრდება ბოლი. ეს უკვე სხვა ბოლია, ეს ის ბოლი არ არის, ლუი. შენ ბოლი უნდა გენახა. ძალიან გაჭირდა. ხო. ეს ტრაქში ამორტყმა უნდა და აშკარად რა. აშკარად. ის ვაფშე გაჩუმდა. გითხარი გაზის მიცემა უნდა ვე. გითხრეს ხო? კიდე. ვაფშე აღარა. ეგარ, ჩანძალება ხანდახან შე. ტრაქში ამორტყმა უნდა და ერთი რა. გითხრეს, ხო გითხრეს. всё. დროებით, რადგან შემოვიდეთ. ხო, დროებით. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. გადაადგილების საშუალება მყავს, სანამ მანქანები ჩამოვა. იმიტომ რომ მოვახერხე და უმანქანოდ დავრჩი. და მაგიტო ავაწყეროა. მოდი არ დავმალოთ რა. ალბათ ეს მაზდა კიდევ დიდხანს ეგდებოდა ის სადაც ეგდო, მაგრამ მოვახერხე, ანუ სრული ნიჭი ჩავრთე და დავრჩი უმანქანოდ. ანუ ყველაფერი გავყიდე რაც ყავდა, მეუღლის მანქანის გარდა. და შესაბამისად სანამ მანქანები ჩამოვა, მანამდე ეს არის ჩემი გადაადგილების საშუალება. წავედით. ხო, ზამთრის საბურავები და ეგ არის რა.